მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის დრო TV4-ზე სოლიდარობის სტუდია. და დღეს ჩვენი თანაწამყვანი იქნება ცოტნე მარღია, ჩვენი სოციალისტური პლატფორმის წევრი. და შევეცდებით ვისაუბროთ ბევრ საკითხზე, მათ შორის ერთ-ერთი იქნება, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პოლიტიკა NGO-ების მიმართ, იმ ფედერალური ფინანსების მიმართ, რომელიც ამდენი ხანი ჩვენაირ ქვეყნებს, ნეოკოლონიალურ ქვეყნებს და მცირე ქვეყნებს, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს აი ამ დღეში აკდებდა, ამბობდა, რომ ეს იყო დემოკრატიის თესვა და თურმე ეს ყველაფერი ასე არ ყოფილა, თუ ახლა დაუჯერებთ უკვე ახალ ადმინისტრაციას და ახალი ადმინისტრაციის მოლაპარაკე თავებს. ამ შემთხვევაში ილონ მასკს გულისხმობ. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე გადავალთ ისეთ საკითხზე, როგორიც არის საქართველოს და საქართველოში არსებული ვითარება, მინდა წინასწარ გითხრათ, რომ ჩვენი გადაცემის მეორე ნახევარი დაეთმობა რუსთავის მეტალურგიას, რუსთავის მეტალურგიის ქარხნის მუშები, ფოლადსადნობის მუშები გამოვიდნენ პროტესტის ნიშნად პარასკევს. ისინი ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხოების დაცვას, რა თქმა უნდა ხელფასებს, სხვანაირად არ შეიძლება ამ ქვეყანაში იყოს, რომ ხელფასი ყოფნიდეს შრომელ ადამიანს. და ასევე აღდგენას იმ სამუშაო შტატების, რომელიც გაუქმდა სულ რამდენიმე ხნის წინ. მინდა დავაზუსტო, არა იმ ადამიანების აღდგენას მაინც და მაინც, ვინც გაშვებული იქნენ, არამედ იმ შტატების, იმიტომ რომ ადამიანების გაშვების შემდეგ შტატები გაუქმდა, რაც ნიშნავს იმას, რომ დარჩენილ მუშებს, დარჩენილ მშრომელებს დამატებითი ტვირთად დააწვათ იმ გაშვებული ადამიანების გასაწევი შრომა. რა თქმა უნდა, იგივე ხელფასად და იგივე პირობებით. და მინდა ერთი მცირე ციტატა წავიკითხო სტალინის თხზულებებიდან და ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ყველაფერი არეულია ეს მემარცხენე, მემარჯვენე, რას ნიშნავს ბოლო-ბოლო ეგ ილონ მასკი დახურვის პირას მყოფ რადიო თავისუფლებას მემარცხენე გიჟებს ეძახის და რადიკალ მემარცხენეებს ეძახის. ტრამპიც არა ერთხელ იყენებდა აი ამ ფრაზას. მარქსისტებს ეძახიან სხვათა შორის ძალიან ხშირად. მემარჯვენე ლიბერალები, მემარცხენე ლიბერალებს. და მინდა ერთი მცირე ციტატა წავიკითხო, სადაც თავად სტალინი აკრიტიკებს მიდგომას ერთ-ერთ მიდგომას, როგორც არის მემარცხენეობას ეძახის ამ შემთხვევაში. და ეს არის, როდესაც საწარმოში საბჭოთა კავშირის დაარსებისას საწარმოებში შეეცადნენ, რომ ასე ვთქვათ, გაეთანაბრებინათ მშრომელი ადამიანები ხელფასის მხრივ. რას ნიშნავს იმას, რომ კვალიფიციური მუშა და სიტყვაზე დამლაგებელი ერთ და იგივე ხელფასს იღებდა. რამაც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, გამოიწვია უკორეაქცია, გამოიწვია პროტესტი, ნიშნავდა იმას, რომ არაკვალიფიციურ მუშას არ ქონდა სტიმული და სურვილი, რომ გამხდარიყო კვალიფიციური მშრომელი, გამხდარიყო ინჟინერი, სხვადასხვა დარგის სპეციალისტი და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ინჟინრები, გულითადი მუშები თავს არ გზდობდნენ დაფასებულად, რაც იწვევდა იმას, რომ ხარისხიანი მუშები ცდილობდნენ ეპოვნათ ისეთი ადგილი, ისეთი ქარხანა, ისეთი დარგი, სადაც მათ დააფასებდნენ. და ზუსტად ამიტომ ქარხნები, რომელსაც ჭირდებოდა, რომ ეს ხარისხიანი მუშები მათთან ყოფილიყვნენ, რომ გაზრდილიყო მუდმივად მათი პროდუქტიულობა, მათი შრომის უნარიანობა, ეს ქარხნები ვერ ზრდიდნენ ამ შრომის უნარიანობას, შესაბამისად ზიანდებოდა როგორც ქარხანა, ისე სახელმწიფო, ისე იდეა და ისე ზოგადად მუშათა კლასის გამარჯვება ნელდებოდა დანარჩენ საზოგადოებას. და მინდა წავიკითხო ეს პატარა ციტატა. ხელფასის უმართებულ ორგანიზაციაში, უმართებულო სატარიფო სისტემაში, ხელფასის ხაზით, მომემარცხენო გათანაბრებაში, მთელ რიგ საწარმოებში სატარიფო განაკვეთი იმნაირად არის დაწესებული, რომ თითქმის ისპობა განსხვავება კვალიფიციურ შრომასა და არაკვალიფიციურ შრომას შორის. ძიმე შრომასა და მსუბუქ შრომას შორის. გათანაბრება იწვევს იმას, რომ არაკვალიფიციური მუშა დაინტერესებული არ არის გახდეს კვალიფიციური და ამრიგად მოკლებულია წინ წაწევის პერსპექტივას, რის გამოც იგი წარმოებაში თავს გრძნობს მოაგარაკეთ, რომელიც მუშაობს მხოლოდ დროებით, რომ ცოტა რამ იშოვოს და მერე წავიდეს სადმე სხვაგან ბედის საძებნად. გათანაბრება იწვევს იმას, რომ კვალიფიციური მუშა იძულებულია გადავიდეს საწარმოდან საწარმოში იმისთვის, რომ ბოლოს მონახოს ისეთი საწარმო, სადაც ჯეროვნად დააფასებენ კვალიფიციურ შრომას.
აქედან საყოველთაო მოძრაობა საწარმოდან საწარმოში მუშახელის დენადობა გამომდინარეობს. ამ ბოროტების მოსასპობად საჭიროა გათანაბრების გაუქმება და ძველი სატარიფო სისტემის დამსხვრევა. ამ ბოროტების მოსასპობად საჭიროა შემოღებული იქნას ტარიფების ისეთი სისტემა, რომელიც ანგარიშს გაუწევს განსხვავებას კვალიფიციურ შრომასა და არაკვალიფიციურ შრომას შორის, მძიმე შრომასა და მსუბუქ შრომას შორის. არ შეიძლება იმის მოთმენა, რომ გლინავი შავ მეტალურგიაში იმდენივეს იღებდეს, რამდენსაც დამგველი. არ შეიძლება იმის მოთმენა, რომ მემანქანე რკინიგზის ტრანსპორტზე იმდენივეს იღებდეს, რამდენსაც გადამწერი. მარქსი და ლენინი ამბობენ, რომ განსხვავება კვალიფიციურ შრომასა და არაკვალიფიციურ შრომას შორის იარსებებს სოციალიზმის დროსაც კი, კლასების მოსპობის შემთხვევაშიც კი, რომ მხოლოდ კომუნიზმის დროს უნდა გაქრეს ეს განსხვავება, რომ ამის გამო ხელფასი სოციალიზმის დროსაც კი უნდა გაიცეს შრომის და არა მოთხოვნილების მიხედვით. მაგრამ ჩვენი გამთანაბრებლები სამეურნეო მუშაკთა და პროფმუშაკთა წრიდან ამას არ ეთანხმებიან და ფიქრობენ, რომ ეს განსხვავება უკვე გაქრა ჩვენი საბჭოთა წყობილების დროს. და ნამდვილად ჩვენ ძალიან ხშირად აი ეს κρიტიკა მოდის ხოლმე მართლაც და როგორც ჩანს სტალინი ამ კრიტიკას სამართლიანად აღიქვამს ხო რა აი თითქოს სოციალისტებს უნდათ ჩვენ გვინდა რომ ყველამ თანაბრად აიღოს ხო იგივე მეცნიერმა მუშაკმა ყველას თანაბარი ხელფასი იქონდეს ყველა თანაბრად იდგეს რაც რა თქმა უნდა ამას ეს არ ნიშნავს ხო შრომის შესაბამისი უნდა იყოს ანაზღაურება და ძალიან კარგი მაგალითები აქვს მოყვანილი და სტალინური ეკონომიკის ერთ-ერთი ძირი მართლაც ის იყო რომ სიტყვაზე მეტალურგის ხელფასი აღემატებოდა მეტალურგიის დირექტორის ხელფასს მაღაროელის მეშახტის ხელფასი აღემატებოდა იმ მაღაროს დირექტორის ხელმძღვანელის ხელფასს ხო რამაც რეალურად შექმნა მუშათა კლასი განვითარებულ შეგნებულ მუშათა კლასი რომელიც თავად მართავდნენ საკუთარ საწარმოებს თავად მართავდნენ საბოლოო ჯამში სახელმწიფოს და მივახციეთ იმას რასაც მივახციეთ იმ პერიოდში ხო ლეგენდარული ინდუსტრიების შევქმნით ამ ინდუსტრიების დახმარებით ინდუსტრიალური მუშების შრომით შევძელით როგორც ომის მოგება ისე კოსმოსში წასვლა პირველებმა და საბოლოო ჯამში გარდაუქმნით ასე ვთქვათ სამყარო ის იმ დონემდე რომ აი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგაც კი არსებობენ ჯგუფები და ადამიანები რომლებიც საბჭოთა კავშირს ებრძვიან ჯერ კიდევ თითქმის 40 წელი გავა უკვე რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს მაგრამ თურმე საბჭოთა კავშირის აჩრდილით აჩრდილის უნდა გვეშინოდეს ჯერ კიდევ დატყვევებული ვყავართ საბჭოთა კავშირს ჩვენ და საბჭოთა კავშირისგან უნდა გაგვანთავისუფლონ სხვათა შორის თვეში 320 ლარად იმიტომ რომ გრანტები აღარ აქვთ და მინდა რომ აი ამაზეც რა თქმა უნდა კომენტარი გააკეთო მაგრამ მცირე დამატებას გავაკეთებ რომ შემხვდა სულ ცოტა ხნის წინ და ცოტნე შენს განახე საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის დამფუძნებლებმა და ლიდერებმა რადგან გრანტები შემოაკლათ მათ აფინანსებდა USAID და აფინანსებდა NED ამერიკული ფონდები ეთქობა გრანტები შემოაკლდათ თანხები სჭირდებათ და ეხლა საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლების კურსები დაიწყეს მხოლოდ 320 ლარად უფასოდ არ გაგათავისუფლებს საბჭოთა კავშირისგან რომ იცოდეთ ეს კეთილშობილი საქმიანობა აღარ არის წმინდად კომერციული საქმიანობა ვისაც უნდა საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლება 2025 წელს 320 ლარი უნდა გადაიხადოს თვეში ამაში. და მოვლენ და ლექციას წაიკითხავენ როგორ უნდა გათავისუფლდეს საბჭოთა კავშირისგან, და? ცეპილში მოგესალმებია, მივესალმები ჩვენს მაყურებელს საინტერესოა ის სტალინის ძალიან კარგი ციტატა და მონაკვეთი წაიკითხე თავიდანვე აღნიშნოთ რომ ხო ეს ბრალდებები აქვთ იმიტომ რომ ძირითადად ეს ბრალდებები რაღაცა მემარცხენე წრეების მიერვე არის გაჯერებული იმიტომ რომ პრინციპში ჩვენთან და არა მარტო ჩვენთან ლიბერალ მომარცხენობას სტალინი არ უყვარს ეს ვიცით ეს ფაქტი ჩვენ სტალინი არ უყვარს უბრალოდ სოციალიზმის იდეებიც არის ხო და აი ზუსტად ხო და რისი თქმა მინდა უყურე რომ სტალინი რახან არ უყვართ არც სტალინის შრომებს კითხულობენ არც მის ნააზრევები იციან მაინც და მაინც და საერთოდ ეშლებათ რა არის თანასწორობა და გათანაბრება ანუ ეს სხვადასხვა ტერმინია თანასწორობა არ ნიშნავს განაბრებას სოციალიზმი პირდება ისეთ საზოგადოებას სადაც ჩვენ გავთანასწორდები და რითი უნდა გავთანასწორდეთ ჩვენი შრომიდან გამომდინარე ვინც რამდენ შრომობს შესაბამისი უნდა მიიღოს ხელფასის სახით იქნება ის თუ სხვა კიდე დამატებითი რაღაცა
ლიფტების სახით, რომელიც შეიძლება იყოს რაღაც დასვენების უფლება, ბინით დასაჩუქრება შრომიდან გამომდინარე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და სულად ამაზე საუბრობს იქ სტალინი და შესაბამისად ეს გათანაბრების იდეა, სულ სხვა იდეა, ძალიან არასწორი იდეა, სოციალიზმთან არაფერი კავშირი არ აქვს და რასაც სტალინი ამბობს იქვე, რომ ეს უკანასო საზოგადოების მოსპობის შემდეგ, ანუ როდესაც სოციალიზმი ჯერ კიდევ ვიცით ჩვენ თეორიაში ვინც ერკვევა, რომ ეს არის რაღაცა შუამავალი ეტაპი კაპიტალისტურ საზოგადოებასა და კომუნისტურ საზოგადოებას შორის და სოციალიზმის პირობებში ის კაპიტალისტური წინააღმდეგობები და ტენდენციები ბოლომდე არ არის გამქრალი და ზუსტად იმისთვის არის საჭირო ეს პერიოდი, რომ ეს ტენდენციები ნელ-ნელა გაქრეს, ანუ ის რაღაცა ინდივიდუალური არ არის შექმნილი და კერძო ინტერესები კვლავ მძლავრობს. უბრალოდ ეს კერძო ინტერესები მარწუხებშია მოქცეული, როგორც აი ვაჟამშაველა ამბობდა ხოლმე კოსმოპოლიტიზმსა და პატრიოტიზმში, როგორც მახსოვს, გელს რომ გლობა მოაშრევი, რომ გლური ბილიკები უნდა დაუკეტო და ზუსტად ეს არის სოციალიზმი, რომ იმ კერძო ინტერესს, რომელიც თავშოთ კაპიტალისტური საზოგადოების პირობებში გაბატონებულია საზოგადო ინტერესზე და წარმართავს მას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, აი ამ კერძო ინტერესებს ბორკელები აქვს დადებული და წინ არის წამოწეული საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებრივი ინტერესი რა არის ამ შემთხვევაში, ხო? აქ კეთილი ნება ხო არ არის ხა ჩვენ კეთილები ვარ და ესენი ბოროტები არიან, აი რატომ უნდა იღებდეს და უშუალოდ კვალიფიციური მუშა როგორც შრომელი როგორც ამას სტალინი ახსენებს და ამბობს, რატომ უნდა იღებდეს უფრო მეტ ხელფას და უშუალოდ ვიდრე სხვა არაკვალიფიციური ანუ ისეთი შრომის გამტარი ადამიანი, რომელიც რაღაცა ცოდნას არ მოითხოვს და ამ ცოდნას არ ტოვებს და არ ქმნის ისეთ პროდუქტს. ხო, ანუ ეს იმიტომ არის, რომ საზოგადოების მიზანი უნდა იყოს განვითარებისკენ და პროგრესისკენ, ხო? განვითარება და პროგრესი ცოდნის გარეშე არ არსებობს. ხო, ამიტომ მე როდესაც რაღაცა კვალიფიკაციურ შრომას ვეწევი, მთელი სისტემა უნდა იყოს იმაზე აწყობილი, რომ ყველას ინტერესი კონდეს, ყველას კონდეს სურვილი იმისა, რომ თვითონაც რაღაცა ცოდნა მიიღოს და ეს ცოდნა მე გარდაქმნას პროდუქტში ასახოს, ან სხვას გადასცეს კიდევ და სხვასაც მისცეს კონკრეტული ცოდნა. ოღონდ ეს უნდა იყოს კვალიფიციური ცოდნა, იმიტომ რომ ცოდნის გარეშე, ანუ გამორიცხულია ვერც ერთი საზოგადოება ვერ განვითარდება. ჩვენ ამას ვეძახით, ანუ ესე ზოგადად, როდესაც აი განათლების მნიშვნელობაზე რომ საუბრობენ, განათლების მნიშვნელობა ზუსტად ეს არის. თუ შენ აი თანამედროვე საზოგადოებაში რატო ვარ ჩამორჩენილი საზოგადოება, ჩვენ როდესაც ვიზახით, გასაგებია და რატო იყო უშუალოდ აი ჩვენთვის კატასტროფა საბჭოთა კავშირის დანგრევა და ის პროცესები მე რაც მას მოხდა. ჩვენ ვიყავით ზუსტად აი ეს კვალიფიციური მუშახელი ვყავდა, ვიყავით ინდუსტრიული საზოგადოება, რომელიც ქმნიდა რაღაცა კონკრეტულ მაღალ ტექნოლოგიურ ცოდნას და მაღალ ტექნოლოგიურ პროდუქტს შესაბამისად, ხო? ანუ იმ პერიოდისთვის როგორიც იყო დამახასიათებელი. ხო? იმის შემდეგ ჩვენ ეს მაღალ კვალიფიციური ცოდნას არ დავუკარგეთ, მაღალ კვალიფიციური მუშახელი აღარ ყავს და ვერ ვქნით მაღალ ტექნოლოგიურ, რა ქვია, ვერანაირ პროდუქციას. ხო, ანუ როდესაც დღეს საუბარია პერიოდზე, როდესაც უკვე რაღაცა ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ერთმანეთს AI-ის, ანუ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების განვითარებაში ეჯიბრებიან, ვინ უფრო წარმატებული იქნება ამ მიმართულებით და ჩვენ დავედით რაღაც აგრარული ქვეყანაც აღარა ვართ, ხო? ანუ კიდევ უფრო ქვევით სადღაც არ ვიცი, აი რა შეიძლება ამ მდგომარეობას ეწოდოს, რაღაცა მონამფლობელურ საზოგადოების პირობებში არსებობ ფაქტობრივად შეგვიძლია ესე ვთქვა და თანამედროვე მონამფლობელობაში ვცხოვრობდა. აი ეს პროცესი გამოიწვია ზუსტად იმან, რასაც სტალინი ამბობს, რომ ჯერ ესეთი ჩვენთან ის არაკვალიფიციური შრომის გამტარი ადამიანის იმაზე ბევრად ნაკრებს იღებს, ვინც უნდა იღებდეს, იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც შრომობს, არ უნდა იღებდეს იმაზე ნაკრებს, ვიდრე არის რაღაცა ცხოვრების ელემენტარულ პირობებს ჭირდება, ხო? ანუ როგორ შეიძლება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის რაღაცა დამლაგებელია და უშუალოდ როგორც სტალინი ამბობს, შიმშილით ყვდებოდეს, ან საკუთარ მატერიალურ ცხოვრებისეულ იმას ვერ იკმაყოფილდეს, ანუ საკვების პრობლემა ჰქონდეს, ჩასასმლის პრობლემა ჰქონდეს, გადაადგილების პრობლემა ჰქონდეს. ეს არ არის ზოგადად მით უმეტეს დღევანდელ საზოგადოებაში ეს პრობლემა არ უნდა გვედგეს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ის შრომელი ისეთი კატეგორია მივიღოთ შრომელების, რომელიც იქნებიან მაღალკვალიფიციური და შექმნიან მაღალკვალიფიციურ ცოდნასა და ტექნოლოგიებს და ერთი რაღაცა არის აქ საინტერესო, ხა სტალინის ეს კრიტიკა გასაგებია, ვისაც მიემართება ეს კრიტიკა, მაგრამ ძალიან მენიშნა რა იცი, აი საბჭოთა
დასასრულის კვლევის ლაბორატორია თუ როგორც ქვიათ რაღაც მახსოვს ხო აი ამ ეს ხალხი რომ გვთავაზობს დაუშვათ გავთავისუფლდეთ საბჭოთა კავშირისაგან აი არა მაქვს უბრალოდ გადასაყრელი ფული არავის არ აქვს დღეს და არა მაქვს იმის საშუალება რომ ხა სამართლიანი გადავიხადო და მე იქ დავჟე და ამათ უსმინოთ თორე აი ძალიან ან ჩაიწერეთ ან რაღაცა თანხას ხო აიღებთ მე მიმართოთ რა საბჭოთა კვლევის ლაბორატორიას ვიღაცები ხო მივლენ იქ ალბათ ხო და ჩაწერონ და მე დადონ აი ინტერნეტზე YouTube-ზე დადონ სადაც რომ ჩვენც მოვისმინო და ხო აი იმ ხალხს რომ გაათავისუფლო ვისაც ფული აქვს და ვიც ის არის რა ამ შემთხვევაში ვისაც გაუმართლებს თავისი პირობებიდან გამომდინარე ისინი ხო იქვე გათავისუფლებიან მე დანა ჩვენც რომ გავთავისუფლდეთ დანარჩენი საზოგადოებაც ხო ეს მასალა ატვირთონ ინტერნეტში არა YouTube-ზე სადმე ატვირთონ ჩვენც ვნახოთ აი ძალიან მართლა გაი გუწრფელად ძალიან მაინტერესებს რას ილაპარაკებს ეს ხალხი და როგორ ილაპარაკებს და ამის მოსმენა და მე ანალიზი ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგივა ეგ რო გავარჩიო თუ დადებენ ამ ყველაფერს მაგრამ თავარი რა არის ხო ყურე მასკი ახსენე ტრამპი ახსენე და სტალინი აღმოჩნდა მათ გვერდით ვინც დაუშვათ აი ამ გაგებით რაღაცა მემარცხენე შინაარსებს აკრიტიკებს საინტერესო ის არის ტრიო ანუ მასკი სტალინისა და ტრამპის ტრიო მაგრამ სიამოვნებაში რა არის ეს ორგანიზაციები რომელსაც მასკი ეძახის დაუშვათ გიჟ მემარცხენებს ულტრა მემარცხენებს ამ შემთხვევაში საუბარია რადიო თავისუფლებაზე ეს არის შიდა ნარატივი ამერიკული შიდა ნარატივი იმიტომ რომ პრინციპში აი რო ახსნათ საზოგადოებას ხა რატო აკეთებს ამას ტრამპი ეს მნიშვნელოვანი ანუ ვიღაცებს გონიათ რომ ტრამპი არის ძალიან კეთილი ადამიანი და იმიტომ აი რაღაცა იმისგან წმენს ამას რატო ეძახიან მემარცხენებს და მარქსისტებს ეს დაჯგუფებები ორგანიზაციები ძირითადად არიან დემოკრატიული ანუ დემოკრატიული პარტიის პოლიტიკის და იდეოლოგიის გამტარები და მხარდამჭერები ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხო არსებობს ორი პარტია რესპუბლიკური პარტია თავარი პარტია ანუ სხვა პარტიებიც არსებობს მაგრამ ისინი თითქმის არ არსებობენ ფაქტობრივად ხო და დემოკრატიულ პარტიასა და რესპუბლიკურ პარტიას შორის აი ეს დაპირისპირებაში მსგავსი ორგანიზაციები ყოველთვის არიან დემოკრატიული პარტიის იდეოლოგიის გამტარები ხო ანუ რასაც ესენი მემარცხენეობას და მარქსიზმს ეძახიან რა ქვია რესპუბლიკური ფთაა და ანუ ვერ იტყვი ახლა 2000 ანუ ჯორჯ ბუშის დროსაც თავისუფლად მუშაობდა და არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა ჯორჯ ბუშ USA ხო პირველი ტრამპის დროსაც ტრამპი კი მაშინაც ეძახოდა ვიღაცებს მემარცხენეებს და რაღაცებს მაგრამ რა ვიცი პირველი 2016-დან 2020 წლამდე ჩვეულებრივად ერთად ზოვდნენ კი ერთად ზოვდნენ მაგრამ უბრალოდ ვერ გაამართლა ანუ მოდი ესე ჟარგონზე ვთქვათ გაასხა პროექტმა ესე ვთქვათ პროექტმა გაასხა და ვიღაცას ხელი ხო უნდა შეაწმინდო და აწმენდნენ მეორე მხარეს რა თქმა უნდა თვითონაც იგივენაირად ისე თქოდაც ვერ გაამართლა რამდენ ქვეყანაში მოაწყო ფერადი რევოლუციები აბა და გაიხსენ რამდენი ტრილიონის ღირებულების ქონება მოუტანეს რესურსები მოუტანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგრამ მოდი ესე ვთქვათ ანუ რატო ამბობ რომ ვერ გაამართლა და გაასხა ესეთ პატარა ქვეყანაშიც კი ესეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაშიც კი როგორც საქართველოა ვეღარ გაამართლა მეორე ისეთ ქვეყანაში რომელიც არის წმინდად აი პროდასავლური აი ჩვენაირი გიჟები რო ხავთ ეგეთ უკრაინა ხო იქაც კი საბოლოო ჯამში მიიყვანა იქამდე რომ საზოგადოება მეჭუ შეიტანა შეერთებული შტატების პოლიტიკის უბრალოდ რაციონალურობაშიც კი იმაში კი არა რომ კარგია თუ ავია თუ კეთილია ანუ რაციონალური არის თუ არა მაგას შეიტანა მესმის კი გავიგე მაგრამ უყურე მე რას სხვა მეთოდების ძიებაში არიან ეგ მაგაში კეთახობი აბსოლუტურად სხვა მეთოდების ძიებაში არიან უბრალოდ მე ვამბობ რომ ეს ანუ თვით თავიანთ გონებაში გამოყვანილი ის არ არის სურვილი ან აზრი ეს მოუწიათ რა უბრალოდ მოუწიათ იმიტომ რომ შეიცვალა გეოპოლიტიკა უკრაინის ომმა იქით რაღაცა ჩინეთის ესე აქტიურად მსოფლიო პოლიტიკაში შემოსვლამ და რაღაცა მთელი რიგი ისეთი ნაბიჯების გადადგმამ რომელმაც შეზღუდვა ამერიკის შეერთებული შტატები პირველ რიგში ეკონომიკური მიმართულებით ამან აიძულათ რომ უკვე დახესვა ეხა მარტივად რომ 5 წლის წინ ან 7 წლის წინ ხო ანუ რასაც ეხა ჩვენ ბედავთ ანუ ამშობლოში გულისხმობ თავრობას და ხალხს ერთსაც რომელიც ხარს უჭერს ამ ყველაფერში ქართულ ოცნებას სხვაში თუ არაფერში ამაში უჭერს ხარს ხო ამას ეს რომ 7-8 წლის წინ გვეთქვა ან ვინმეს გაეკეთებინა ან ეს ნაბიჯები გადაედგან რა ვიცი ამერიკის შეერთებული შტატები ან რომელიმე ევროპარლამენტარების აზრებზე პრემიერ-მინისტრს ეთქვა რომ ჩვენ ეს არ გვაინტერესებს იმიტომ რომ ჩვენ სუვერენი ქვეყანა ვართ აქ მეორე დღესვე ჩამოგვამხობდნენ თავს ქვეყანას თავზე მაგრამ აი ეს შეიცვალა ზუსტად და ეხლა ესენი მიდიან და ცდილობენ რომ გადაალაგონ თავის საკუთარი
რაღაცა გეოპოლიტიკური პოლიტიკა და მიზნები და იდეოლოგია, მაგრამ საბოლოო ჯამში მისი რისი თქმით, ამით აკეთებს შიდაწმენდას ტრამპი. ამით აკეთებს იმას, რომ ხო გაიხანძლია, ხო შეიტანა, მე მგონი დამტკიცდა ეკანონი, რომელიც მესამე ვადითაც აძლევს კენჭისყრის უფლებას ტრამპს, ხო? ეს რისთვის გააკეთა, ხო, საკუთარ თავისთვის გააკეთა იდეაში, ხო, რაც დაუშვათ აი პუტინმა შეიძლება გააკეთა იმაში, რა ქვია, რუსეთში ან ლუკაშენკომ. ეგ არ ვიცოდი, მითხარი ახლიდან. ანუ ვადა ორვადიანი ხო არის წესით ორვადაზე მეტი არის გადამულად ვიცი რომ ორი ვადა ანუ ხო და არა ორვადაზე მეტი არ შეიძლება ეხლა ამატებს მესამეს ანუ კიდევ შეიძლება კიდევ ერთი არჩევნების შემდეგ ანუ ეხლა როდესაც დაამთავრებს ვადას 2029-ში ხო როდესაც ვერ მოვასწრებო ხო და კიდევ იმატებს ვადას ანუ მე ვამბობ ამას ამით იმის ხმა მინდა რომ იქ შიგნით ეს ზალები მიდის წმენდა აბსოლუტურად იმისთვის მიდის წმენდა რომ მე დაახობით ესეთი რაღაც წინასწარმეტყველური რაღაცა შეიძლება თქვა ანუ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ემზადება რამდენიმე შეიძლება რამდენიმე აწეული არა, მაგრამ რამდენიმე ცოტა დიდი ხნით რესპუბლიკური მმართველობისათვის. ანუ ეს მივა იქამდე, რომ რამდენიმე არჩევნების ზედიზედ დემოკრატიული პარტიის ნებისმიერი კანდიდატი განიცდის მარცხს და ეს იქნება რაღაცა რესპუბლიკური პარტიის და რესპუბლიკური იდეოლოგიის ზეობის პერიოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხო, ანუ ეს როგორც აი რეიგანის დროს იყო და მე რაღაცა პერიოდი მიება, დაახლოებით ეგეთივე ბიბმა იქნება. უბრალოდ ერთი რაღაცა არის აქ მნიშვნელოვანი. აქ მნიშვნელოვანი იქნება ის თუ რამდენად მოახერხებს გარდა იმისა, რომ შიგნიდან გაწმენს დაუშვათ და იწყებს აი ამ წმენდას და იმ იდეოლოგია, ანუ ეხლა 10,000 თანამშრომელი ადგა და ერთი ხელის მოსვლით სამსახურიდან გაუშვა ტრამპმა, ხო? ანუ ეგ არის კიდე რაღაცა ფედერალური სამსახურის თანამშრომელი გაუშვა რამდენიმე საციით. ეხლა ეგ მარტივად უყურე, ანუ მარტივად ეგ რო საქართველოს დღეს გააკეთო რა მარტივად რომ გაუშვა ვიღაცები. თან ის გამოუშვა სხვა არაფრის გამო, ანუ ეს ხო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაშვება არ მეთანხმები არ მჭირდები, ხო? დაახლოებით მსგავსი რიტორიკით გამოდიან გიჟ მემარცხენეებს ეძახიან და ხალხს უშვებენ სამსახურიდან. ანუ ეხლა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან ადამიანის გათავისუფლება, თან ადამიანების ათასობით ადამიანის, ხო? ანუ ეს ხო არის ერთი ნაწილი ამისა, რასაც აკეთებს, ანუ პოლიტიკურ წმენდას იკეთებს და იმ რაღაცა სახსრებს გამოაცლის იმ ადამიანებს, რომლებიც საბოლოო ჯამში იმ იდეების წინააღმდეგ ესე იგი გამოდიან ამერიკის შიდა საზოგადოებრივ იმაში ხო, რომელსაც დაუშვათ ტრამპი და მასკი ატარებენ, ეს არის ულტრა მემარჯვენე ლიბერტარიანული იდეოლოგიის გამტარი ხალხია და ამათგან თლიან აი ამ რაღაცა ჯერ ხო ფინანსებს აცლის რამდენი მილიარდი ქონიათ და 51 მილიარდი მარტო საქართველოში დახარჯეს აი ამ არჩევნების მილიონი ხო გაცრავად 51 მილიონი და მარტო საქართველოში აი ამ არჩევნებთან დაკავშირებით და აი ამ თანხებს გამოაცლის გაწმენს იმ სახელმწიფო სტრუქტურებს ისეთი ხალხისგან რომელიც აი ამ ტრამპის პოლიტიკის საწინააღმდეგო აზრის არის და საწინააღმდეგო პოლიტიკის არის, იმიტომ რომ ეს მემარცხენები ხო ისე არ გაჩენია, დაუშვათ ტრამპი თუ იძახის რომ ასე განათლების სამინისტრო უნდა გავაუქმო, ესენი გამოდიან და იძახიან რომ არა, ეს განათლების სამინისტრო არ უნდა გააუქმო, ჭირდება განათლების სამინისტრო. ნებისმიერ ქვეყანას სოფლიოში ვერ იპოვი, სადაც რავია, შეიძლება არგენტინაში აღარ არის, არ გამოურიცხავ, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ სხვა ქვეყანას ვერ იპოვი სოფლიოში, სადაც განათლების სამინისტრო არ აქვს და ნორმალური განვითარებული ქვეყანა, ხო? ამას რეობლებენ ეს ამას უსვლის, რომ ესენი მარქსისტები არიან. არა მარტო განათლების სამინისტრო, გამოვიდა ადამიანის უფლებათა გაეროს ქვიდან. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტიდან გამოვიდა, ხო? ან მოკლედ თითქმის ყველანაირი ბრაზი რაც კი დაგროვილი იყო საზოგადოებაში და რომელიც მიმართული იყო არასწორ მხარეს ამ ყველაფერს ესე რომ ვთქვა აი სერფინგის ტივით მოვაჯდა აი ამ ტალღებს და მთლიანად მიყვება ხო ერთი საინტერესო საკითხია კიდევ რომელიც ამ გადაცემას ეხება სხვათა შორის და იქამდე არ შევხედივართ ახლა გამახსენდა უბრალოდ კი მინდოდა ფაქტ-ჩეკერი რომელიც ასევე ფინანსდებოდა და რა ვიცი ხა როგორ იმედია კარგად იქნებიან. ისინი ჩაატარებენ რამე კურსს, რა ვიცი, როგორ გავთავაზობთ საბჭოთა სიყალბიდან პროპაგანდისგან რაღაც. ხო და ფაქტ-ჩეკერმა ჩვენი გადაცემა ერთხელ გადაამოწმეს და თქვენს რომ თურმე მე ტყუილი ვთქვი რომ საბჭოთა კავშირი იყო პირველი ქვეყანა რომელმაც რეალურად უფლება მისცა ხმის მიცემის ქალბატონებს, ქალებს. და რომელიც აღმოჩნდა ტყუილი, ესე გამოვიდა, რომ ახალ ზელანდიაში თურმე პირველად მისცეს უფლება ქალებს რო ხმა მიეცათ. ნუ ის დეტალები, რა თქმა უნდა, მათ არ აინტერესებთ, რომ ახალ ზელანდიაში ხა მაორებს რა უფლება ქონდა გინდა კაცებს, გინდა ქალებს მაგ პერიოდში 1800 წლებზე ვლაპარაკობთ. მაგას რა თქმა უნდა არ განიხილავენ. ასევე მეორე მაგალითი მოიყვანეს, რომ ფინეთის
საგრაფო, რომელიც რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებაში იყო, ანუ ავტონომიური მათაც მისცეს მაშინ ხალებს ხმის მოკლედ აღმოჩნდით ცარი და გადავიმოწმეს და მინდა რომ ვთქვა რომ თუ ერთადერთი ეგ არის რაშიც მე ცარი აღმოჩნდით და სხვა რაფერში არ გადაგიმოწმებივართ, მაშინ რას ერჩოდით? აი ამ კავკაც რას ერჩოდით, იმ ქვეყანას რას ერჩოდით? თუ ყველაფერი დანარჩენი სწორია და მინდა ძალიან საინტერესო რაღაც, იმიტომ რომ აი მართლა ყველაფერი ხო თითქოს ძალიან შორია ის პერიოდი და ის ყველაფერი, იმიტომ რომ რამდენიმე იცვლება, მაგრამ სამი მეინსტრიმული მედია გამოქვეყნდა რომ პირდაპირ იყო დაფინანსებაზე USAID-ის, იყო New York Times-ი, Associated Press-ი და მესამე არ მახსოვს, მაგრამ ძალიან საინტერესო ესეთი პასუხი ბატონ რიჩარდსონს. ესეთი რამე წერია, ეს არის 1922 წლის 3 აპრილი. ეს არის Associated Press-ის დეპეშა და სააგენტოს წარმომადგენელს ბატონ რიჩარდს პასუხი წერილზე. ცრუ ხმებს ჩემს ავადმყოფობის შესახებ ბურჟუაზიულ პრესაში პირველად როდი ავრცელებენ. ეტყობა მოიპოვებიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან იმით, რომ ეს სერიოზულად და დიდი ხნით გავხდი ავად. თუ არესი არა. იქნებ ეს მაინც და მაინც თავაზიანობა არ იყოს, მაგრამ მე სამწუხაროდ არ მაქვს ისეთი მონაცემები, რომლებიც ამ მოაჯბატონებს გაახარებდნენ. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ფაქტების წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობ. მე სავსებით ჯანსაღად ვარ. რაც შეეხება ბატონ ცონდექს, მას შეუძლია სხვა ამხანაგების ჯანმრთელობას მიხედოს, რისთვისაც ის კიდევაც მოწვეულია SSR კავშირში. ანუ ეგ არ შევადარებ ხა პუტინს და სტალინის ერთმანეთს, მაგრამ გახსოვს ხო პუტინი მოკვდა და ეს მეორე და მესამე ის არის უკვე ანუ ამას ხო ივიწყებენ ახლა ვცდილობენ რომ ესეთი რაღაცები არ მოხდარა, მაგრამ არ ვიცი უბრალოდ დრო არა გვაქვს იმის რომ ჩვენ ვქეკოთ, იმედია ჩვენს გვეყოლება ოდესმე რაღაც საგიჟეთის კვლევის ლაბორატორია, როგორც სამშენებლო კვლევის ლაბორატორია, ხო და ჩვენც გამოვიკლევთ აი ამ რამდენიმე წელიწადში რა სიგიჟეები ხდებოდა, რომ პუტინი ბუნკერშია. პუტინი ცუდად არის, პუტინს კიბუ აქვს ახეთასიებული, ახლა კაცმა გაიღვიძა, გამოვიდა რაღაცა. სკოლი გამოიყვანეს, სკოლით მოკვდა, ეხლა სხვა კონს ეძებენ, ხო, 1000-ნაირი სიგიჟე იყო, კი. ანუ მაშინაც კი აი Associated Press-ის დეპეშა და სააგენტოს წარმომადგენელს. აი ამაზე რო ვისაუბროთ და მე თან მოვძებნი, ეხლა New York Times-იც აქვს გაცემული პასუხი. კი ბატონო, ხო, ანუ ესეც დაახლოებით იგივე ის არის, რასაც ვსაუბრობდით იმის გაგრძელება არის, რომ აი როდესაც ჩვენ ვამბობდით, როდესაც ჩვენ ვიძაღდით, დაუშვათ იგივე გამჭვირვალობის კანონზე, ხო, როდესაც არ გქონდა ეთერები და როდესაც ვსაუბრობდით, რომ აი რატომ გჭირდება გამჭვირვალობის კანონი. წარმოუდგენელია ვერც ერთ ქვეყანას ვერ იპოვი, რომელიც მაგას ვამბობდით არგუმენტადად ზუსტად, რომ ანუ შენს ქვეყანაში ფულს ხარჯავდეს რაღაცას მილიონობით დოლარს რიცხავდეს, ხო, შენს ქვეყანაში და ამას ვქონდეს მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა კეთილშობილი მიზნები, იმაზე ფიქრი, რომ ეხლა ცოტნეს ილიას ან რაღაცა სხვა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და საქართველოში ცხოვრობს, ხო? აბა როგორ გაუმარტივო ცხოვრება და როგორ შეუქმნა ისეთი პირობები, რომ კმაყოფილი იყოს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც აი თუ დააკვირდით ამერიკის შეერთებული შტატების აი წინასაარჩევნო პერიოდს, რომ თავარი გასაგებია Deep State-თან ბრძოლა და რაღაცები, რაც ტრამპის ნარატივის ესეთი თავარი ნაწილი იყო და უკრაინაში ომის დასრულება, მაგრამ თავარი რა იყო? სამუშაო ადგილების შექმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმ რაღაცა უკონტროლო მიგრაციის შეჩერება, რომელიც როგორც ტრამპი ამბობდა, ხელს უშლიდა ამერიკელებს, რომ ამერიკელების სამსახურებს იკავებდნენ, სამუშაო ადგილებს და ეს შემდეგ. ანუ ეს პრობლემები, ამაზე რატო საუბრობენ ახლა? საქართველოში რო ისაუბრო რაღაც აი მარსის კოლონიზაცია რო იყოს, მე რო არჩევნებზე გავდიოდე, კეთილს ვიყრდე და მარსის კოლონიზაციას პირდებოდი. ანუ ეს ხო არ დგას დღის წესრიგში, ანუ აქ დღის წესრიგში რო იდგეს მარტივად რო შევხედოთ, ჩახედულიც რომ არ ვიყოთ, იქ რა ხდება შიგნით. ამერიკი გარდა, ეს უბრალოდ რაღაცა შექმნილი, ხელოვნურად შექმნილი ის არის. რაღაცა ანგაჟირებაა, თორე დავიჯერო ახლა უბრალოდ ამერიკელს, რომელიც იმაზე ფიქრობს, რომ კიდე ახალი ომი არ დაიწყოს, რომ მე ჩემი შვილი ომში არ წავიდეს იმ მოტივით, რომ დაბრუნდება, მას უფასო ჯანდაცვა კონდეს და უფასო განათლება კონდეს. არც იმისთვის არ დგას მარსის კოლონიზება. ეს მარსის კოლონიზაცია არა, მე ვსაუბრობ იმაზე, აი სამუშაო ადგილების შექმნაზე ეს რო ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, ესე იგი მათ ეს პრობლემები უდგათ ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმიტომ პირდებოდა ტრამპი და იმიტომ იყო ერთ-ერთი მთავარი აქცენტი შიდა ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებაზე. ხო, ანუ მე ისეთ მამინდა, აი ამ პირობებში, როცა ჩინით ამდენი პრობლემა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რაც გამოჩნდა, ხო? აი ამ პირობებში, რომ იქიდან რიცხავენ რაღაცა მილიონობით დოლარს საქართველოში, რაღაცა ინკლუზიური განვითარების ხელშესაწყობად, ხო? ანუ იქ ხო უნდა
დაფიქრდე მარტივად რომ ანუ ეს ხალხი მე რომ ფულს მაძლევს, რაში მაძლევს ეს ფული? დათათუთაშხიაში რო არის გახსოვს ის მეწესკვირი რო არის და ფულს რო აჩუქებს დათა ბოლოს და რისთვის მომეცი ეს ფული შენ დათათუთაშხია რო ეკითხება. აი დაახლოებით აი მეწესკვირის დონის მაინც ხო უნდა იყო რომ დაფიქრდე რომ ვიღაც ამერიკელი იქიდან შენ მილიონების გირიცხავს, იმას არ გირიცხავს იმის გამო რომ შენ იგრძნოა კარგად თავი. იმ ფულს რომელსაც იქიდან იღებ თავისი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები მოყვება, ხო? რა იყო ეს ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რასაც აკეთებდა რადიო თავისუფლება იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია, NGO, რა ვიცი, ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ აი 99% ალბათ ამერიკული აი ამ USAID-ებისგან და ამათგან დაფინანსებული ეს არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ეწეოდნენ ამერიკული და დასავლური ინტერესების გატარებას და რაც ხო არის რაღაცა პერიოდები არის, როდესაც ამერიკული ინტერესი დაუშვათ ამერიკული ინტერესის გატარება და საქართველოს ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა დაუშვათ და შეიძლება მათი ინტერესი გაატარო, იმიტომ რომ ეს შენი ინტერესიც არის. რაღაცა მომენტი შეიძლება დადგეს ეს გეოპოლიტიკური ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შეიძლება. ხო, ნებისმიერ სხვა ქვეყანას მარტო ამერიკაზე არ ვსაუბრობ, ზოგადად ამ შემთხვევაში მოვიყვანე ამერიკა, ახლა ამერიკაზე ვსაუბრობთ, რომ რაღაცა გეოპოლიტიკური ინტერესები გადაიკვეთოს და მისი ინტერესის გატარება იყოს შენი ქვეყნის ინტერესის გატარება და გარანაირი პრობლემა არ იყოს. მაგრამ ჩვენს რეალობაში აი 30 წლის განმავლობაში, როდესაც ეს ხალხი, ეს NGO ორგანიზაციები აქ ატარებდა ამერიკულ ინტერესებს, ამერიკულივე დაფინანსებით, ხო? ეს ნიშნავდა ანტიქართული ინტერესის გატარებას, იმიტომ რომ ამერიკული ინტერესი საქართველოში არის საწინააღმდეგო ქართული ინტერესის, ხო? რა არის ამერიკული ინტერესი საქართველოში? ამერიკული ინტერესი არის საქართველოში რუსეთთან რაც შეიძლება მეტი დაძაბულობისა და ესკალაციის ზრდა. რა არის ამერიკული ინტერესი? ამერიკული ინტერესია ის, რომ ჩვენ არ ვილაპარაკოთ აფხაზებთან და ოსებთან. ამის არგუმენტი ხო მოგვისმენია აი ამ NGO-ებისგან. როგორ შეიძლება მარტო ამათთან საუბარიო მოგვატყუებენ, ანუ აი ამაზე გიჟური რა შეიძლება მოიფიქრო, რომ ანუ არა რუსებთან რომ დავიждეთ ჩვენ ერთი ერთზე, ისინი მოგვატყუებენ. რავი, შტერებ დებილები ვარ, შტერე რატომ და მოვტყუთ, რატომ და მოგვატყუოს ვინმე, ხო? საკუთარი ქვეყნის ინტერესი რა მარტივი რა განსაზღვრა უნდა ჩვენი ქვეყნის ინტერესი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა პირველ რიგში. მეორე ინტერესი არის რომ აქ ისეთი ეკონომიკა ისე განმავითაროთ ეკონომიკა და ისეთი დოვლათი და კეთილდღეობა შევქმნათ რომ ჩვენს მოქალაქეებს ქართულ ადამიანს არ უწევდეს ქვეყნის გარეთ და სხვადასხვა ქვეყნებში მოულელებად და შავი სამუშაო შემსრულებლად წასვლა. ეს არის ჩვენი ინტერესი. როგორ უნდა მივაღწიოთ ამას ეს აინტერესებს მოვიდნენ გვესაუბროთ მაშინ. რატომ უნდა მოგვატყუოთ? ვინ უნდა მოგვატყუოს, ხო? მაგრამ სულ პირდაპირ ისინი აი აქ იმ ფულით, რომელსაც ამერიკელებისგან იღებდნენ, ემსახურებოდნენ აი ამერიკულ ინტერესს, რა ჩვეულებრივად ამერიკულ ინტერესს, რომელიც მავნებლური იყო, ანტიქართული იყო და ანტისახელმწიფოებრივი იყო და რაღაცა რამდენიმე 1000 ლარად ან რა ვიცი დოლარად არ ვიცი ხა ვის ამდენი ხელფასი ქონდა აი ამ ორგანიზაციებში. აი ამ საქმეს აკეთებდნენ და ეხლა ყველაზე საინტერესო იცი რა არის? საწავა ის ხალხი. მართლა მაინტერესებს, აი მაგაზეც ხშირად გვიხუბრია, შეიძლება ეთერში არ გვიხუბრია, პირველად ხუმრობთ, მაგრამ დადგება დრო თქო და ვიზაღდით ჩვენ ვამბობდით მაგას. აი ავღანეთში რომ ამერიკელები რომ გაიქცა ხო გახსოვს თვითონ დავის კადრები რო არის ვიღაცა იმას რომ ეჭიდება ბოლოს რა ჩვენთან კიდევ კარგი ერთ საშიშროება არ დგას ანუ ის შიში ანუ არ ვართ ქართული საზოგადოება თალიბანი არ ვართ ჩვენ ხო ქართული საზოგადოება ანუ წავიდნენ კაცო წავიდნენ კი არა მივიდნენ და იშრომონ იქ მაღაროში იშრომონ გააკეთონ საქმე მართლა გააკეთონ გამოისყიდონ თავის ცოდვები ხო არა მე თვითონ ეგრე წარმოუდგენიათ ხო ანუ თვითონ ეგ წარმოუდგენიათ რომ ეხა ეს ამათ გონიათ რომ ესენი აი ამ ძალაუფლებას თუ დაკარგავენ რომელშიც მიუხედავად იმისა რომ 12 წელია ნაციონალური მოძრაობაში თვითონ გამკეთებლები იყვნენ და თვითონ გამკეთე იმიტომ გონიათ თვითონ რომ ეხა ამათთვის შეიძლება კატასტროფა დადგეს და არავის კატასტროფის დადგომის მომხრე არ არის და არც არავინ არას ამას არ დაუშვებს აი პირადად მეც პატარა ქვეყანა ვარ ცოტა არჩენ და არჩენ არავის ექსურული არ აქვს მაგრამ ხო უნდა გაიაზრო ანუ ბიჭო ამა ჩვენ თავი დაგვანებთ თვითონ ტრამპი გეუბნება იქიდან ვინც ფულს გიხდით და გუშინ იმ ქვეყნის პრეზიდენტი გეუბნება რომ შენ რასაც აკეთებდი ეს იყო არჩევის ინტერესი არ იყო კრიმინალური ორგანიზაცია დაუძახა არავის ინტერესი არ იყო და ანუ ბოლო სადღაც უნდა გაჩერდეს აი ეს თამეს გეტყვი კრიმინალური ორგანიზაცია დაუძახა მოსკვა ხო კრიმინალური ორგანიზაცია დაუძახა მოსკვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პოლიტიკური მიზნებით კრიმინალის ჩადენას რა ქვია პოლიტიკურად რა ქვია ტერორიზმი ხო ამას ქვია ტერორიზმი, ანუ მართლა კლასიკური განმარტება ტერორიზმის არის პოლიტიკური ნიშნით კრიმინალურ საქმიანობაზე წასვლა. ხო, იყვნენ უბრალოდ ეს ესეთი ლიბერალ ტერორისტები შეიძლება შეგვიძლია დავარქვათ ასე რაღაც ესე გამოვიდა. ლიბერალ ტერორისტებიც რა აი სირიის მაგალითად ეს ხო ლიბერალ ტერორისტები გამოდიან ახლა შეერთებული შტატები ამართლებდა ამბობდა რომ ესენი იყვნენ ყველაზე რაციონალური ძალა სირიაში
და ესეთი ტერმინის მოუგონეს აჯანყებული შუაშისტები, ანუ შუაშისტი თუ ხარ რა გაჯანყებს. ხო, ანუ თუ ჩვეულებრივად ხარ და შუაში ხარ და იმდენამდე მიიყვანეს რომ აჯანყდეს შუაშისტები. მაგრამ ეს ანუ ოფიციალურ ესეთი მეცნიერებაში არ არსებობს, მაგრამ პრესაში არსებობდა ესეთი ტერმინი აჯანყებული შუაშისტები. და შესაბამისად ჩვენ ახლა ვხედავთ ზოგადად ამერიკული ჰეგემონიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენის რბილი ძალის ჩამოშლას. და ამ ჩამოშლას არა იმიტომ მართლა რომ ვიღაცას კარგი უნდა და ეხლა ჯერ ერთი იმასაც უნდა ვიფიქროთ, თუ ილონ მასკი ამ სიტყვებს ამბობს, რომ ეს არის კრიმინალური ორგანიზაცია, გუშინ ხო არ გავიღვიძეთ, როცა ილონ მასკმა თქვა მაშინ ეს ამ ორგანიზაციის თითოეული საქმიანობა გამოსაძიებელია, იმიტომ რომ ისევ ვიმეორებ, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გონება უჭრის, შეუძლია თქვას, რა ქვია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პოლიტიკური მიზნით კრიმინალის წარმოებას, ამას ქვია ტერორიზმი. ანუ საქართველოს შეუძლია თავისუფლად გამოიკლიოს, თუ საქართველოს არ შეუძლია და ძალღონე არ ყოფნის, სხვა ქვეყანა ახლომახლოში ვინც არის, ვისაც კარგი პროკურატურა ყავს, იმან გამოიწვიოს. სხვათა შორის დაიწყო გამოძიება, მე დღეს ვნახე ინფორმაცია საქართველოში უცხო ქვეყნის დაფინანსებით, უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებისა და ანუ საქართველოს სახელმწიფოებრივისადმი ძირის გამოთხრის მუხლით გამოძიება დაიწყო. ეს არ ვიცი მე და საბოტაჟზე არის სხვათა შორის საუბარი, ხო, საბოტაჟის მუხლითაც არის დაწყებული გამოძიება. ხო და აი ხა ვინ არის ამ გამოძიების თვალთან ხედვის არეალში მოხვედრილი და ვიზე არის აქ საუბარი ჯერჯერობით არ ვიცით. თუმცა კი ანუ მარტივად ხა აი ხუმრობდი კიდეც რომ აი ისე დღეში ჩააგდო ტრამპმა და ამერიკელებმა ისინი აქ. ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას საუბრობ ეს უფრო გვადარდებს და გვაინტერესებს ვიდრე ხა ტრამპი რასიზმს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ისე დღეში ჩააგდო აი ქართულ ოცნებაზე ბედნიერი ალბათ დღეს არ არის არავინ მართლა აი ხუმრობის გარეშე მომამას, იმიტომ რომ აი რაც არ უნდა თქვან, აი ნაციონალურ მოძრაობაზე იქნება ეს თუ NGO სექტორზე იქნება, ვინმე თუ მოედოვება ტრამპს მოიყვანა არგუმენტად არ მასკს, ანუ მე ხო არ ვიცახი ამას დაუშვათ გამოვა ნებისმიერი ქართული ოცნების დეპუტატი და იყოს რომ აი ჩემი სიტყვები არ არის, აგერ მასკი ამბობს. ვინც ან ტრამპი ამბობს, ან ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, სახელმწიფო მდივანი ამბობს, ვინ გაფინანსებდა შენ 5-2-3 წლის წინ კი არა ერთი თვის წინ ამერიკის შეერთებული შტატების რაღაცა სახელმწიფო განვითარების სააგენტო, რომელიც არის სახელმწიფო ფონდი თუ ორგანიზაცია, ხო ასეა. ანუ იმ ქვეყნის ხელმძღვანელი ამბობს, ვინც შენ ფულს გიხდი და ერთი თვის უკან. მე არ ვიძახი ამას, ხო? ანუ აქედან გამომდინარე, ანუ ეს პრინციპში ხო არ არის ესეთი ცოტა საშიში ვითარება, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ მაგას ვამბობდით, ამასაც ვამბობდით და შეუძლიათ ნახონ ვისაც უნდა ძველი გადაცემები, რომ აქ პროცესები ისე წავა, აი ამ ყველაფრის მერე, რომ ქართული ოცნება აქედან გამოვა კიდევ უფრო გაძლიერებული და კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდა, იმიტომ რომ ყველაფერი რასაც ესენი იძახდნენ და ისინი დასინოდნენ, რაღაცა გლობალური ომის პარტია, deep state და რაღაცები, იქიდან მოდის, ვის იმედადაც ესენი იყვნენ. ხო, ანუ უიმედო სიტუაციაში არიან და იმიტომ არიან, რომ ეხლა გუშინ 200 კაცი იდგა დაუშვათ აქციაზე პარლამენტის წინ. იმიტომ არის, რომ ეხლა გვარუსებენ, ჩელიაბინში ვიღვიძებთ, რაღაცა ევროპას გვართმევენ, აღარ მუშაობს, აღარ ჭრის. იმიტომ ევროპა თვითონ ევროპელებს წაართვა ტრამპმა ისე დღეში აგდებს, ხო? და იქ რაღაცა ღიად რასაც თვითონ ევროპელები, სხვა ლიდერები გვია გერმანიის დღევანდელი მთავრობა პუტინისტურ ძალას ეძახდა და პროფაშისტურს და გამოძიებაც იყო ამ თემაზე დაწყებული, ხო? AfD-ს წინააღმდეგ, ხო? დღეს ღიად გამოდიან და მხარს უჭერენ იგივე მასკი და სხვა ამერიკული რაღაცა მაღალი თანამდებობის პირები და ამიტომ ამათ ვიღაცებს ჯერაც ვერ გაუაზრებიათ, რომ ის დრო, ის ეპოქა, ის რეალობა, სადაც დაუშვათ თუნდაც ერთი თვის წინ ცხოვრობდით, აი ორი თვის წინ ცხოვრობდით, ხო? აღარ არსებობს. ანუ ეგ რეალობა შეიცვალა, არც ის ევროპა აღარ არსებობს, ის მოგწონდა, არ მოგწონდა ჩვენ ამაზე არ არის, აღარ არსებობს, უბრალოდ აღარ არსებობს. არც ამერიკის შეერთებული შტატები რო წარმოჩინდებოდა რაღაცა მამა ბრამის ბატკანივით და რაღაცა სიკეთესა და სათნოებას მოაფქრობდა მთელ მსოფლიოს ამაზეც უარის ამბობს და იძახის რომ არა მე ძალა მაგ და ძალით მოქმედებ აქამდე ეს რაღაცა მილიონები რომ ხარჯე იმის მტკიცებაში რომ მე კეთილი ვარ საერთოდ არ მადარდებს მე ამის მტკიცება მე გავაკეთებ იმას რაც მინდა და ამის მაგალითია პანამა, გრენლანდია და კანადა და ასე შემდეგ ხო ამიტომ ისეთ რეალობაში გაიგვიძეს და ისეთ რაღაცა მსოფლიოში გაიგვიძეს რომ ბევრი ვერ ხვდება
იმას და ვინც იქ კიდე შემორჩენილი რაღაცა ნაწილი გონიათ რომ ისე ვიქარიან და ან შეიძლება მოbrunდეს ის სამყარო უკან და ან ვიღაცას არ უნდა უბრალოდ ხდება, მაგრამ აი ამ რეალობის მიღება არ უნდა, სადაც მისი მთელი ვისაც ამ ყველაფრის მართლა ჯეროდა, ვისაც აი ეს მითები ქონდა თავში და ეს რაღაცა დაპროგრამებული გონებით იყვნენ, რომ ეს არის რაღაცა სიკეთე, აბსოლუტური სიკეთე და ევროკავშირი და ევროპა ეს არის რაღაცა 64 და დანარჩენი ჯუნგლებია, როგორც ბორელი იზაღდა, ხო? აი ეს რომ ესე აღარ არის და გამოდგა რომ ეს ტყუილია და ჩვენ რომ უმტკიცებდით რომ ეს ესე არ არის ხალხო და ეს დღეს არის ესე და ხვალ შეიძლება სხვანაირად იყოს და იმას საკუთარი ინტერესი აქვს, შენი ინტერესი უნდა გქონდეს, ამას რომ უმტკიცებდით და მართლები რომ აღმოჩნდა ამის მიღება არ უნდათ. იცი რა მაინტერესებს, ანუ ისე ამოტივტივდა ყველაფერი და ისეთი რაღაც ზედაპირული გახდა თითქოს ამ ყველაფერზე მსჯელობა, რომ ჩვენთვისაც კი ხანდახან რთულია, რომ აი ეიფორიას არ აუყვეთ და ისე არ დავიწოთ ამ დიქოტომიაში აზროვნება, რომ აი ეს ყველაფერი ცუდი დამთავრდა და ეხლა სიმართლის დრო დადგა და ნუ სიმართლე კარგი იქნება და ცუდი იქნება, თითქოს მაინც ვამყარებთ იმაზე იმედს, რომ სიმართლე უკვე არსებობს, როგორც ასეთი. და მე მაინც ვფიქრობ, რომ აი ჩვენ დავიტოვოთ აი ეს ეჭვი, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, რომ მაგალითად ბორელს ან ვონდერლაიენს და მეორე მხარეს ის AfD იქნება თუ რაც იქნება, ხო? იმათ ერთ და იგივე პატრონი ყავთ, კაპიტალი ყავთ იმათ პატრონი. ანუ ჩვენ ხო მაინც უნდა დავიტოვოთ ის ეჭვი, რომ დასავლეთ ევროპის, მით უმეტეს შეერთებული შტატების იმპერიალიზმი არ დამთავრდება და ეს უბრალოდ თვალის ასახვევად გარდაქმნა, რომ ჩვენში, აი ზუსტად ჩვენში ამ შემთხვევაში გულისხმობ იმ დაპირისპირებამ შექმნა რაღაც ახალი ერთობა. ახალი ერთობა შექმნა მაგალითისთვის კონსერვატორებს, სოციალისტებს და ტრადიციონალისტებს და მით უმეტეს რაღაც ნეოკოლონიალურ სამყაროში ანტიიმპერიალისტური ძალებიც ცოტა ააჭრელა. ესე ვთქვათ, თუ იქამდე მარტო სოციალისტები იყვნენ ანტიიმპერიალისტები, ახლა ბევრი სხვანაირი გახდა, ხო? და უცებ აი ამ ეგრეთ წოდებული კონსერვატორული ძალების გაძლიერებამ ევროპაში, შეერთებულ შტატებში, ხო? თითქოს ისევ ახლიდან ბზარი შეიტანა, რომ აი დამთავრდა საკითხი, აღაში გვჭირდება ჩვენ ერთიანობა, აღაში გვჭირდება ჩვენ საერთო აზრზე ჩამოყალიბება, აღაში გვჭირდება ახლა შეერთებული შტატების კრიტიკა. როდესაც უკვე აი მოვიდა კაცი რა, ეგ არის ტრამპი მიხედავს ყველაფერს. არა ხო ეხლა თუ ანუ ეგ საკითხი როგორ დგას ეხლა ვიღაცისთვის თუ ანტიიმპერიალისტური ბრძოლა იმაზე იდგა მხოლოდ რომ ეხლა რაღაცა LGBT საკითხები იდგა ან რაღაცა არ ვიცი მე სხვა რაღაცა მსგავსი საკითხები კულტურული საკითხები იდგა მხოლოდ და მნიშვნელობა არ აქვს იმას რომ რაღაცა ჩვენს რესურსებს ჩვენს მადანს აქედან ფრანგი წაიღებს რუსი წაიღებს იგივე გერმანელი წაიღებს ამერიკელი წაიღებს ამას რომ მნიშვნელობა არ აქვს მაშინ იმათთვის შეიძლება თქოს რომ დამთავრდა კი იმიტომ რომ ის აღარ იძახის რომ ის იძახის პირიქით რომ ორი სქესი არსებობს მხოლოდ და იზეიმეთ ყველას ვისაც გეზეიმება თუ მაგრამ ეგ ჩვენ მაგას ვამბობთ რომ ამაში საზეიმო რა იყო ეს ნორმალურმა ადამიანმა ის აქამდეც ვიცოდით რომ ორი სქესი არსებობდა არც დაობდით ამაზე ხო ანუ ისინი გვედავებოდნენ პირიქით გინდა თუ არა 65 თუ 165 სქესი არსებობს ხო და გენდერი ამას გვეუბნებოდნენ ეს არ არის ჩვენი თავარი დღის წესრიგი არც შეიძლება ეს იყოს ანტიიმპერიალისტური რაღაცა გამათავისუფლებელი ბრძოლის თავარი საყრდენი და თავარი შინაარსი. თავარი შინაარსი ის არის რომ ქვეყანა რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა, ხო, ქვეყანა სადაც თვითონავს ვაშენებდი, ვაგონშემკეთებელი ქარხანა იყო, მანქანათმშენებელი ქარხანა იყო, გემთმშენებელი ქარხანა იყო, რაღაცა კოსმოსურ ძრავებისა და კოსმოსური რაკეტის ნაწილებს აშენებდა, ხო? ქვეყანა და აკეთებდა ხო აი ეს ქვეყანა ისევ ჩვენს ხელში დავიბრუნოთ რას ნიშნავს ეს ნიშნავს ინდუსტრიალიზაციას ეს ნიშნავს ეს კვალიფიციური სამუშაო ადგილების შექმნას ეს ნიშნავს მაღალტექნოლოგიური წარმოების განვითარებას ეს ნიშნავს პირველ რიგში რაც არის იმ პრობლემებს რაც ჩვენ ძმებთან გვაქვს ოსებთან და აფხაზებთან ამის გადაწყვეტას რას თქმა უნდა მშვიდობიანად და იმ მიმართულებით რომ როგორღაც მოახერხოთ ერთმანეთთან საერთო ენის გამოპოვნა და ერთ სივრცეში ცხოვრება ჩვენი დევნილები რომლებიც რაღაცა ცხინვალიდან იქნებიან ეს თუ სოხუმიდან და აფხაზიდან საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ და გააგრძელონ იქ საკუთარი შრომისა და ენერგიის მოხმარება ჩვენი აი ამ ორი ულამაზესი კუთხისთვის ხო ანუ ეს არის ჩვენი გამოწვევები და აი ამ გამოწვევებში აბსოლუტურად გეთანხმები იმაში რომ ტრამპმა რახან ეს თქვა ეს იმას არნიშნავს რომ ტრამპი არის რაღაცა არ ვიცი მე სტალინი 2 ან რაღაცა ხო ანუ მას საკუთარი ინტერესები აქვს ამას ხო ხედავთ ის უბრალოდ
შესუსტა ამერიკის შეერთებული შტატები, ეს ფაქტია. აი ზუსტად მაგის მინდა რომ ეს არც მათი სურვილით არ ხდება. ეს იმიტომ ხდება რომ შესუსტდნენ და ჩაყოლას თუ ჩათრევა ჩაყოლა ამჯობინეს და ცოტა უკან დაიხიეს ჩვენგან უკან დაიხიეს უკრაინისგან და იხევენ უკან ანუ შეგვეშვებიან ჩვენ და თავს დაგვანებებენ ცოტა ხნით თქო ანუ ის ეწოლა რაც იყო ძალებს მოიკრება ხო სანამ ძალებს მოიკრება სამაგეროდ ახლა გადავიდა იქ სადაც რაც ჭირდება მას ძალის მოსაკრებად აი იმით დაკავდა რითი გრენლანდიათი რომელსაც რაღაცა პირდაპირ ემუქრება ფაქტობრივად ხო დაკავდა კანადათი რომელსაც რომლის პრეზიდენტს კი არა პრემიერ-მინისტრს რომელიც რაც არ უნდა რა ვიცი ხა მოგწონს კანადა არ მოგწონს ანის პრუდო მოგწონს თუ არ მოგწონს ის არის კანადელი ხალხის მიერ არჩეული ხო იქ თავმდობის პირია ხო ეხა და ეძახდნენ ქალს და რაღაცა ტერმინებით მოიხსენებდნენ რომელიც არ არის არ შეიძლება რომ ესე საუბროს ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ქვეყნის რა ქვია იმას პრემიერ-მინისტრს რომელიც იმ ქვეყნის მეთაურია ხო ანუ ეს ტრამპთან იმას რო ქალს ეძახის პუტინს როგორ მოიხსენიებს ჭკვიანი კაცი ხო პუტინს ვერ მოიხსენიებს იმიტომ რომ ესკალაციის ეშინია ესკალაციის ერიდება ესკალაციას უბრალოდ აღარ უნდა ესკალაცია კიდე იცი ვის ეშინია ესკალაციის ხალხი ცოტა ხნის წინ იყვნენ ჩამოსული ამერიკიდან და ხა მამუკა ხაზარაძე პრორუსი აბთავრებას აღარ დაუძახა პროირანული და პროჩინული ცოტაშორის მე ჩავარს ეგ ის არის ანუ როგორ რაღაცა იცი ესკალაციის ხო მიხვდები ხარო ტრამპი ამათ უკვე შენ როგორც ახსენე პუტინს ჭკვიან კაცს ეძახის და კარგი ურთიერთობა მაქვს პუტინთან იძახის და ეხა ფიქრობენ რას ეხა უყურე ამერიკელებთან ხო ჭირდებათ ამათ ისევ რაღაცა კავშირები ახალ ტრამპთანაც იქ ჩასულები იყვნენ მართალია შიგნით არ შეუშვეს ინაუგურაციის გარეთ იდგნენ მაგრამ ხო ჩავიდნენ ხო ჩავიდნენ და ხა საერთო ენის გამონახვა ჭირდებათ მაგრამ როგორ უნდა გამონახონ ეხა აქამდე იზახდნენ პრორუსული მაგრამ ის კაცი აღარ იზახის უკვე პრორუსული ეხა არის ჩინური და პროირანული მოდაში ატყუებთ რაღაცებს მართლა ფულს წავს ეხა რა ვიცი ღმერთთან შეტყში მოახმაროს იმ კაცს ეს ფული ვინმე თუ ამას ფულს გამოცეცლავს ჩვენ გაწაღებული ფულია რატომ მოახმაროს შედობაში ჩვენ მაინც გვართვევს და სანამ ჩვენ არ წავართვებთ ამას ის მაინც ართვევს ამას და მოახმაროს რა ვიცი ჯანდაბაის წაუხია ის ფული მაგრამ ანუ ეგ არის რომ აი იმდენად უსუსო მდგომარეობაში არიან მართლა ის ასაცილოა იმდენად უსუსო მდგომარეობაში არიან რომ აი რიტორიკის შეცვლაც კი უწევთ აქამდე რომ რუსეთი იყო ანუ ხო ტერზე მტერი იყო ბოროტების იმპერია თავში კავშირი რომ დაიშალა მემკვიდროდ ხო ესენი დარჩნენ ანუ ეხლა ესენი იყვნენ ბოროტების იმპერია რაღაცა რას არ ეძახდნენ როგორ არ მოიხსენიებდნენ ხო და ამ თელი ჩვენი აზრი და შინაარსი ქართული სახელმწიფოს არსებობის ის იყო რომ წერთან უნდა რუსეთმა დაგვემარცხებინა ჩვენ ხო და ეხლა ეს რეალობა იცვლება ეხლა მოუწევთ რომ ჩინეთზე განალაგდნენ ეგრე უბრალოდ მაგას როგორ მოახერხებენ აი რას ყველაზე უხერხულ მდგომარეობაში რატო არის იცი რომ ლელოს აი ნაცებსაც კი ეყოთ ჭკუა რომ ეგეთი რადიკალური ანტირუსული სასარჩენო კამპანია არ ჩაეტარებიათ ანუ ამათ კონდათ რაღაც სიგიჟე მართლა აი ამის აი გრიგოლ გეგელიას დაწერილი ხო რაღაცა სიგიჟე ქონდათ რომ აი ყველაფერი რუსული უნდა მართლა უწერიათ ეს ილიას გზაქვია სხვათა შორის მაგ პროექტს ილიას გზაქვია ჭავჭავაძეა საუბარი თუმის დეპუტატი რო იყო რუსეთში აი მაგისე ანუ ილიას გზაქვია და ანუ მართლა რო გადახედოთ იმედია არ წაშლიან რა ვიცი ეგრე ძალიანაც იმედია არ შერცხვებათ საკუთარი წარსულის რომ ეგ წაშალო ანუ რუსეთიდან შემოსული მანქანის ნომრებზეც კი ბეგარა უნდა დაეწესებინათ. ანუ მანქანის ნომერი თუ რუსული ქონდა, მაგაზე ბეგარა უნდათ. რუსულ ბიზნესებზე დამატებითი ბეგარები უნდათ. ანუ არ ვეწინააღმდები რუსული კი არა, ყველა დამატებით დავბეგროთ, ყველა აბსოლუტურად. საერთოდ არ ვეწინააღმდები იქამდე ვბეგროთ, სანამ ისე არ გაკოტრდებიან, რომ თავის მუშებს გადაულოცონ თავისი ხელით. ჩვენ არ მოგვიწიოს ჩარევა, არ არის პრობლემა, მარტო რუსებზე იყო ეს ამ შემთხვევაში. მოკლედ ყველაზე ანტირუსული პოზიცია ეჭირათ და ეხლა ვერ ახსენებენ. იმიტომ რომ ჩავიდნენ ამერიკაში, შეხვდნენ ვიღაცა კონგრესმენს და იმან თავისი დიდი ჭკუით ურჩია რომ მოდი ხა რუსებს თავი დავანებოთ, იმიტომ რომ ტრამპს შეიძლება რაღაცები მოუწიოს რუსებთან დალაგება. და მოდი აი ჩინეთზე და ირანზე ცუდის რაც გინდა ის ილაპარაკე უთხრა. აი ირანზე შაჰაბას გაიხსენებენ და რაღაც აი ჩინეთზე რა უნდა თქვა რომ არ მესვის. აი ეგ არის ყველაზე აი ამოხსენი ხა ვფიქრობ აი მართლა შაჰაბას სიტყვიად რაღაცა იქ ომის და საერთო მტრობის ისტორიის მეტი რა გვაქვს ირანელებთან. აი ჩინელებთან აი მაგას რა შეიძლება ჩვენ მოძმეერს ვინც ჩვენ გვერდში უნდა გვიდგეს და გვერდში გვედგა ამდენი ხანი შეერთებული შტატები მექსიკიდან ჩააქვთ მექსიკაში ფენტალინისთვის საჭირო რაღაც ისენი პრეპარატები მე გადააქვთ იქ და ჩვენს მოძმეერს კლავენ ჩინელები ხო და ძალიან საინტერესო რაღაც ფრაზა ახსენე საბოტაჟი და ერთი ამაზე დიდხანს კი ვერ ვისაუბრებთ იმიტომ რომ ისეთი არაფერი თემა არ არის მაგრამ ძალიან საინტერესო თემა France 24-ს ჰქონდა ესეთი სტატია რამდენიმე ერთი კვირის წინ დელაბავს გეუბნები და მოკლედ რაც იყო ადრე ბესტსელერი არის უფასოდ გადმოწერილი წიგნებში შეერთებულ შტატებში იყო Moby Dick
იყო მე მგონი რაღაც მარკ ტვენის რომელიღაცა წიგნი და იყო ალისას აუცრება და ქვეყანაში ეს სამი ბესტსელერი არსებობდა ეს სამივე უცებ ჩააჩოჩა ესეთმა წიგნმა და ეს არის წმინდად ტექნიკური სახელმძღვანელო 1954 წლის ბოლოს გამოსული აი ომის დამთავრებამდე ცოტა ადრე გამოსული და ქვია საბოტაჟის უბრალო ადამიანისთვის შესაძლებელი საბოტაჟის სახელმძღვანელო CIA-მ გამოუშვა, CERN-მ გამოუშვა და არის როგორც დაახლოებით 20 გვერდიანი წიგნი არის, ბუკლეტი უფრო წიგნიც არ არის, ეს ბუკლეტი არის, რომელიც გიხსნის, რომ აი ჩვეულებრივი რაღაცები თუ უბრალო მშრომელი თუ ხარ, ბიუროკრატი იქნები თუ მექანიკოსი იქნები თუ რა იქნები და ცხოვრობ სიტყვაზე ისეთ სახელმწიფოში, რომელიც შენ არ მოგწონს როგორც მთავრობა. ხო ამ შემთხვევაში ვითომ გერმანიისთვის არის გამოსული, მაგრამ ეხლა არის ბესტსელერი გახდა. ტრამპი რო არჩეს, ეხლა გახდა ბესტსელერი, ეს რომ როგორ შეიძლება მოახდინო საბოტაჟირება საკუთარი სამუშაო ადგილის, რაც საბოლოო ჯამში თუ მასიური გახდა საბოტაჟი, რა თქმა უნდა. პრობლემას ქმნის სახელმწიფოსთვის, ხო? ანუ შეიძლება ეხლა მე რომ დამავიწყდეს, მაგალითად შენ რომ თხოვო რაღაცა დაბეჭდე და დამავიწყდეს შეიძლება მარტო ჩვენ და ჩვენს გადაცემას და აკას, მაგრამ ყველას თუ დაავიწყდა რაღაცის დაბეჭდვა, უკვე აი ამ კონკრეტულ სტუდიას ურტყავს, ხო? თუ ყველა სტუდიას ერთად თელ საქართველოში დაავიწყდა, ზოგადად მასმედიის იდეას ურტყავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს გახდა სხვადასხვა ბესტსელერი, ანუ შეერთებულ შტატებში ადამიანებმა დაიწყეს მასობრივად გადმოწერა საბოტაჟირების სახელმძღვანელოსი. მოკლედ საბოტაჟს უპირებენ ტრამპის ადმინისტრაციას. ეს შეიძლება გავიგოთ თუ ანუ მე უფრო სხვა მე გავიგე ისე რომ აი თითქოს ეხლაც აი ჩვენს პერიოდში ხო რო ამბობენ რომ აი გამგეობაში ის დატოვეს ეს დატოვეს ვიღაცები დატოვეს ხო და ამას რომ ვკითხულობ იმდენად კონკრეტულად არის აღწა მაგალითისთვის რომ მოვიყვანო რა მაყურებლისთვის აი მაგალითად ამბობს ესეთ რამეს თუ მუშაობ რკინიგზის სალაროში არ არის პრობლემა და ამაზე ვერავინ ვერ დაგძრახავს რომ შემთხვევით ღამის სმენაში ღამის ცვლაში ერთ ადგილზე დაბეჭდო 18 ბილეთი. ანუ ვერავინ მავნებლობაა პრინტერმა გაჭედა. მაგრამ რეალურად შენ 18 ადამიანს უქმნი პრობლემას, რომელსაც მე პრეტენზია აქვს რკინიგზასთან. ანუ სახელმწიფო სტრუქტურასთან, ხო? ზუსტად იგივენაირად ვერავინ ვერ დაგძრახავს შენ თუ მაგალითად ჩარხი დანადგარი არ გაწმინდე სამუშაოს დამთავრების შემდეგ. თუ ეს კონკრეტულად ვიღაცამ არ შეგიმოწმა ანუ ერთ მიხვდება რომ არ წმინდაო, მაგრამ ერთხელ არ გაწმენ, მეორედ, მესამედ, მეოთხედ, მეხუთედ გაფუჭდება. ანუ საბოტაჟირებას უხდენ სამუშაო ადგილს, შეიძლება დიდ ქარხანას, შეიძლება სამხედრო ქარხანას საერთოდ, ანუ აი ესეთი კონკრეტიკაშიც კი არის ჩასული და შეუძლებელია ხო ეს რაღაცას რო კითხულობ, მე შენს რეალობაზე არ გადმოიტანო, რომ მართლა თუნდაც ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც შეიძლება ჩვენ გამგეობასთან იყოს ძალიან ახლო კავშირში, რომ რაც არ უნდა რაც უფრო სასწრაფო საქმეზე გირეკავენ, უფრო დიდხანს ალოდინე. ან რაც უფრო სწრაფად და ასე ვთქვათ, სენსიტიურია თემა და რო დააკავშირო ვიღაცას და სიტყვაზე ჯარისკაც თუ ურეკავს გენერალს, რაც უფრო ჩქარა არის საჭირო რომ გენერალს დააკავშირო, უფრო დიდხანს ალოდინე ან საერთოდ დაგავიწყდეს. სხვა რაღაც საქმე გამოგიჩნდეს. და ამაზე ვერავინ ანუ ერთადერთი შენი რაზეც დაგძრახავენ იქნება ის რომ დებილი ხარ. ანუ ვერ გააკეთე რა. ანუ არაპროფესიონალი მუშაკი ხარ, ანუ ეს საინტერესო ფაქტია რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბესტსელერი გახდა ეს ისადა დავილოდოთ რა ხდება, თუ რამე ეგეთი შეეთხება ამერიკელებს გასაგებია რატომაც და საიდანაც, ხო? კი ბატონო, და ანუ როგორც შეგვიდით, აქ ძალიან საინტერესო არის კიდევ New York Times-ის კორესპონდენტ ბატონ დიურანტთან საუბარი. სტანის 1933 წლის 25 დეკემბერია, მაშინაც იყო New York Times-ი და ძალიან საინტერესო საკითხებზე ლაპარაკობენ. და დურანტის კითხვა ეს არის, ხომ არ დათანხმდებით გადასცეთ მიმართო ამერიკის ხალხს New York Times-ის საშუალებით. სტალინის პასუხი: არა, კალინინმა უკვე გააკეთა ეს, მე არ შემიძლია მის პრეროგატივებში ჩავერიო. ნუ ეს ძალიან მარტივია, მინდა რომ თანამედროვეებზე გადმოიტანოთ საუბარი. თუ ლაპარაკია ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებულ შტატებისა და SSR კავშირის ურთიერთობაზე, მე რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ ურთიერთობის განახლებით. როგორც უდიდესი მნიშვნელობის აქტით. პოლიტიკურად, იმიტომ რომ ეს ადიდებს მშვიდობის შენარჩუნების შანსებს, ეკონომიკურად კი, იმიტომ რომ ეს გვაცილებს შემთხვევით ელემენტებს და საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყნებს საქმიან ნიადაგზე განიხილონ ის საკითხები, რომლებიც მათ აინტერესებთ. ბოლოს ეს გზა უხსნის ურთიერთკოოპერაციას. ან ფაქტიურად იგივე ხდება, რომ ეს სტალინის საბჭოთა კავშირთანაც კი
შეერთებული შტატები მზად იყო მოლაპარაკებისთვის, როცა ნახა რომ მათ ვერ შეძლეს ვერც მისი გავალიანება ისე რომ ჩამოეშალათ, ვერც ისე დაკრედიტება რომ საბჭოთა კავშირს ვერ გადაეხადა ეს ყველაფერი, თუმცა ეს ურთიერთობები რა თქმა უნდა იყო და საბჭოთა კავშირი, სტალინის საბჭოთა კავშირი საუბრობს რომ შეერთებულ შტატებთან მოხდა ურთიერთობის ნორმალიზება როგორც იქნა. და დღესაც დაახლოებით იგივე მდგომარეობაში არის. რუსეთი კიდევ ერთხელ საბჭოთა კავშირის და რუსეთს და მით უმეტეს სტალინის და პუტინის ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ საბჭოთა კავშირი, მაგრამ შეერთებული შტატები რაც იყო ის დარჩა და New York Times-იც და Associated Press-იც როგორც ჩანს რაც იყო ის დარჩა. და ესეც საინტერესო საკითხებზე საუბრობდით და მინდა რომ აი როგორც შეგვიდით ბოლო თემაზე უკვე გადავიდეთ და კიდევ ერთხელ მოგიყვეთ ესეთი რამე რომ პარასკევს რამდენიმე დღის წინ რუსთავის მეტალურგიის ფოლადშენდრომის მუშები გამოვიდნენ პროტესტის ნიშნად საწარმოებიდან. ისინი ითხოვენ პირველ რიგში სამუშაო პირობების და სამუშაო უსაფრთხოების დაცვას. ეს რა თქმა უნდა მე მათი პირით ვერ ვილაპარაკებ, მე შემიძლია მე როგორც ხედავ და მე როგორც ვაანალიზებ ყველაფერი ისე ვისაუბრო, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ახლა TV4-ზე, ქვემო ქართლის ტელევიზიაზე, დიდი ალბათობით. უმრავლესობა ვინც ამ გადაცემას უყურებს, ან დიდი ნაწილი მაინც ქალაქ რუსთავში იმყოფებით და მეტალურგია რა თქმა უნდა გეცოდნებათ სადაც არის და ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ მიბრძანდეთ მეტალურგიასთან სულ რამდენიმე წუთით თუნდაც უბრალოდ გაესაუბროთ ნახოთ რა სითხოვენ ვინ არიან ეს ადამიანები არიან ვინც რუსთავს აძლევს იმ სახელს იმ სიამაყეს რომლითაც ის ჯერ კიდევ არსებობს მიუხედავად იმისა რომ რუსთავმა თავისი პროდუქტიულობის პოტენციალი დიდი ხნის წინ დაკარგა მაგრამ მაინც შეუძლია რომ დაიბრუნოს, შეინარჩუნოს და ეს სიამაყე მას მშრომელი ქალაქის მაინც დაყვება, რაც არ უნდა სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა მოიფიქრონ სხვადასხვა ფრაზები და რუსთავის დევიზები, რომ აი ჩვენ მეგობრობის ქალაქია თუ რაღაც სინათლის ქალაქია, რუსთავი არის მუშების ქალაქი, მეტალურგების ქალაქი, რუსთავი არის მშრომელთა ქალაქი, რომელსაც რის გამოც დაყვება ის სიამაყე, რომელიც დაყვება, რის გამოც დაყვება ის ლაზათი და პეწი, რომელიც მას აქვს. ამიტომ თუ რუსთავში ხართ, ან თუნდაც არ იყოთ რუსთავში, თუ გაქვთ დრო და კარგი იქნება თუ გამონახავთ, სოლიდარობის ნიშნად მიბრძანდით, გაესაუბრეთ ამ შრომელ ადამიანებს, კითხეთ თავისი პრობლემები და დაელაპარაკეთ. ისინი ითხოვენ ძალიან მარტივს, არაფერს განსაკუთრებულს, რა თქმა უნდა, შრომის უსაფრთხოების დაცვას რომ შევლენ ამ ძიმე ინდუსტრიაში და საწარმოში სახსალამათები გამოვიდნენ და აუბრუნდნენ თავის ოჯახებს. რა თქმა უნდა, ითხოვენ ხელფასებს, სხვანაირად არ შეიძლება საქართველოს რეალობაში ითხოვენ ხელფასების მატებას, იმიტომ რომ ყველაფერი მუდმივად ძვირდება და ამ ადამიანების ხელფასი რჩება იგივე და თავგეთანხმებით, რომ საკმარისი ბევრისთვის არ არის თავისი შემოსავალი, უმრავლესობისთვის ჩვენი ქვეყნის და ესეც თამდევია კაპიტალიზმის და რა თქმა უნდა ისინი ითხოვენ თან თავარი რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იმ შტატების აღდგენას რომელიც რაღაც რაოდენობის მუშების როგორც ვიცი 10%-ია საუბარი გაშვების შემდეგ ეს შტატები იმის მაგივრად რომ აეყვანათ ახალი მუშები და გაეგრძელებინათ შრომის იგივე პროცესი რომელშიც იყვნენ მათ ეს შტატები გააუქმეს რის შედეგადაც რა თქმა უნდა დარჩენილ მუშებს მშრომელებს იმ დანარჩენი წასული გაშვებული მუშების საქმე ტვირთად დააწვათ, ახლა იგივე ხელფასზე და დაგვეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად არის ისეთი საკითხი, რომლის გაპროტესტებაც ნამდვილად სამართლიანია. და მინდა რომ პირველ რიგში მათ უსურვო გამძლეობა, გამარჯვება, მინდა უსურვო სამართლის აღდგენა პირველ რიგში მათ მიმართ, იმიტომ რომ ისინი არიან მუშები, მუშათა ქალაქში და ეს ქალაქი არის მათი წინაპრების, პროფესიული წინაპრების, თუ პირდაპირი არა, დიდი ალბათობით პირდაპირი წინაპრების აშენებული, თუ მინიმუმ პროფესიული წინაპრების აშენებულია და მათთვის არის აშენებული და ნამდვილად ისტორიული სამართლიანობა იქნება, რომ რუსთავში მუშები იმარჯვებდნენ მუდმივად კაპიტალთან დაპირისპირებაში. და მინდა რომ აი ამ საუბრით, აი ამ ტექსტით დაგემშვიდობოთ და ჩვენ გავუშვათ ესეთი დოკუმენტური ფილმი ოთარ იოსელიანის, რომელიც რუსთავ ქალაქზეა, 60-იან წლებში გადაღებული და ქვია თუჯი და გთხოვთ უყურეთ და კიდევ ერთხელ სიამაყით აივსეთ
თურმე რა იყო რუსთავის მეტალურგია, რა არის რუსთავ ქალაქი და თუ შესაძლებლობა გექნებათ, გვერდში დაუდექით რუსთავის მეტალურგიის მუშებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა ცოტნე და ვთხოვ რეჟისორს რომ გაუშვას ფილმი.
გამარჯობათ. ამაისუნთქე. აბა რა გამგერებთ ამ დილადრიან?